გამარჯობა, შენი პოდკასტი დღევანდელი პოდკასტის სტუმარი არის ჩემი მეგობარი ეკატერინე ზაიცევა, ჩვენი სივრცის ჰილერი და ძალიან მრავალფეროვანი ადამიანი. და მიხარია რომ აქ ხარ და დღეს ვილაპარაკებთ ბევრ რაღაცეებზე. გამარჯობა. გამარჯობა, მადლობა მოწვევისთვის ნიკუშა, მეც მიხარია აქ რო ვარ. ცოტა ნერვიულობ, მაგრამ ნუ ნერვიულობ. დიდი ხანი ცხოვრობდი ჰოლანდიაში და შეიძლება ცოტა ქართულად ლაპარაკი შეიძლება რაღაც პრობლემის კონდეს, ამიტომ თავისუფლად იყავი, პრობლემა არ არის. ყველაფერს დავამონტაჟებთ. Okay. აი დავიწყოთ სულ თავიდან. ნუ ეხლა ჩვენ სივრცეში რასაც აკეთებ შენ. ნუ ჩემი დამოკიდებულება იცი. დიდი ხანია შენთან ჩაწერა მინდა. და ვერ ვეწერები. იმ ერთი გამოცდილების მერე რაც ჩვენ მქონდა შენთან რო ვიყავი, რო ისიანსი რაც ჩაატარე თავიდან ბოლომდე. ნუ გარდა იმისა, რომ ცენტრში არის აურის დიაგნოსტიკის აპარატი, რომელიც ძალიან მაგარი ტექნოლოგია არის და აჩვენებს ადამიანის მდგომარეობას, ბიოველის მდგომარეობას. დანარჩენი კიდე შენ რასაც აკეთებ ხოლმე რა, ეს შენი ჰილერული magic რაღაცეები, რასაც აკეთებ, ანუ ის თლიან პაკეტში რო გამოვცადე, მე ჯერ ველოდებოდი, მეც ჩაწერილი ვიყავი. მერე რო გამოვცადე, იმის მერე კიდე მინდა რომ გამოვცადო, მაგრამ რაღაცნაირად ეგრე ხდება. ეთყობა კარმა მიბრუნდება. მე რო ხალხს ვალოდინებ, ეგრე რო ხდება, რომ ხალხი მელოდება. ეთყობა შენთანაც დამიბრუნდა ეგ კარმა და რაღაცა ვეღარ მოვედი და იცი რა რითი დავიწყოთ, ანუ სანამ ამ თემამდე მიხვიდოდი რა, იმ ჰილერის და ასე შემდეგ რა, ეს შენში გაიხსნებოდა. მე იმ გამოცდილებასაც მოვყვები ჩვენ რაც ქონდა სისტემური განლაგების დროს რა, იმიტომ საოცარი გამოცდილება იყო. იქ კიდე უფრო რაღაც კარგად დაგინახე რა. კი ვიცოდი ხა შენი სკილები, მაგრამ იმ მომენტში რაც მოხდა ის მეჯიკი პლანეტარული განლაგების დროს რაც გავაკეთებ ჩვენთან სივრცეში, აი იქ რაც მოხდა იმაზე ცალკე მოვყვები და ნუ შენით დავიწყოთ, ანუ აი ვიცი რომ ჰოლანდიაში ცხოვრობდი დიდი ხანი, რას აკეთებდი და ასე შემდეგ რა. ხო, მე ვცხოვრობდი 24 წელი ჰოლანდიაში, ამსტერდამში და ნუ იქ გავიზარდე, სწავლობდი, მუშაობდი და რა ვიცი, ძალიან საყოველად და კარგად ვიყავი და აი ხა თუ რა საქმიანობდი? მე ვარ გრაფიკ დიზაინერი, დამთავრებული არტ აკადემია და იქაც მაგაზე მუშაობდი. იქვე სწავლობდი ხო ჰოლანდიაში? კი, იქ ვსწავლობდი და მე ძალიან ვიყავი upper graphic დიზაინერი, ერთ-ერთ fashion ინდუსტრიისთვის, რაც ძალიან, რა ვიცი, პოპულარული არის ჰოლანდიაში თვითონ. და ხო, ანუ კაცების განყოფილებას ვაკეთებდი, ანუ მთელი fashion-ის, ანუ ყველაფერი, რასაც ხედავ, რასაც მეზე მე ვაკეთებდი რა ვიზუალს. ხო, და მაგაზე ვმუშაობდი მე მანდ. მერე ვფიქრობ რა მოხდა ჩემში. ანუ აი ასტროლოგიურ ჭრილში თუ წავიდეთ, მე მგონი სატურნის დაბრუნება, რასაც ვქვი. ყველაფერი დაიწყო სატურნის დაბრუნების დროს. ხო, აი ანუ უკვე დაიწყო რაღაცა ჩემში, აი ეს რაღაც გაორება და აი მართლა ვერ ხვდებოდი რატო დამემართა მე მაგ მომენტში, იმიტომ რომ ძალიან მიყვარდა ჩემი ცხოვრება იქ და აი თიც ვერ ვადებდი, რატო ეს დაიწყო ჩემში ეს რაღაცნაირად ეს ცვლილება, გაორება და ძალიან დიდი ხანი, ანუ ჩემში ვიტოვებდი, იმიტომ რომ არ მინდოდა მაგის, აი როგორ გითხრა თვალში რო შევხედო. რო გაგესწორებინა ხო? ხო, აი იმიტომ რომ ძალიან რაღაც უნდა, აი ძალიან ბევრი რაღაც ნაბიჯები უნდა გამეკეთებინა და ეს ცხოვრება, ანუ აი ძველი რაღაც უნდა დამეტოვებინა, რომ ახალი შემოუშვა და ეს რო აი როგორ გითხრა, გააცნობიერო შენ თვითონ მაგას ძალიან ბევრი ძალა ჭირდება და აი ამ მომენტში დაიწყო ჩემი ძიება, ანუ ჩემი და ეგ როგორ მოხდა აი სატურნის ზოგადად სატურნების დაბრუნების დროს კრიზისები იწყება ხოლმე რა, რომ ანუ რაღაც ასტროლოგიურად ეს ეგრეა რომ სრულწლოვანი ხდები რა, ესე ვთქვათ მან და
ხო, მანამდე შეიძლება რაღაცა ესე მიგაქანებდეს ცხოვრება იმპულსურად რაღაცებისკენ, მაგრამ მე უკვე დგება რომ რაღაცა უკვე ცნობიერი უნდა გახდე, რასაც აკეთებ იმაში რა და ხო ყველას ეწყება, ხშირად არის ხოლმე რომ ეს კრიზისები იწყება და შენთან როცა ესე ყველაფერი კარგად ქონდა რა, წარმატებული ადამიანი იყავი, რასაც აკეთებდი შენ ხო იმ სფეროში და მოგწონდა ყველაფერი მეგობრები, იქ ანუ 24 წელი ძალიან დიდი დრო არის რა, იქ რო ცხოვრობ. ანუ მაგას ბევრი ვერ ახერხებს. ჩემი დაკვირვებითაც რომ ხო, ჩემთანაც რომ მოდიან ასტროლოგიურ კონსულტაციას, რომ ვეუბნები რომ ეს რაღაცა გასაკეთებელია, ანუ უნდა რა, მაგრამ ანუ ის იმდენად სიკვდილად აღიქმება ის რაღაცა რაღაც და ბევრი ვერ აკეთებს და აი შენთან ჯერ აი გახსოვს ის მომენტი რაღაცნაირად როდის დაიწყო ეგ რა მომენტში მოხდა ეგეთი გაუცხოვება შენი იმ ცხოვრების რა აი ხო აი რაღაც დაიწყო ჩემში ეს გაუცხოვება ანუ ის ჩემი საყვარელი აი ყველაფერი მართლა საყვარელი მეგობრები ურთიერთობაშიც ვიყავი მაგ პერიოდში ძალიან დიდი ხანი ურთიერთობა მქონდა და ძალიან კარგი და სამსახურიც ძალიან მიყვარდა ის საქმე რასაც ვაკეთებდი და ეს იყო ჩემთვის ძალიან უცნაური რომ ანუ აი რატო დამემართა ეს მე და ანუ აი ამ რაღაც ძიებაში ჩემ აი კუნალობდი ჩემ თავს. მაგ მომენტში არ ვაცნობიერებდი ზოგადად რას ვაკეთებდი ესე, იმიტომ რომ უცებ დავიწყე ეს მედიტაციების შესწავლა, ძალიან ბევრი წიგნების კითხვა, რომ აი ეს რაღაცნაირად არ ვიცი ეს შინაგანი ხმა, რასაც ქვია, ან რაღაც გაორება, რომ რაღაცნაირად ჩაგეხშო ხო? ხო, აი ზუსტად ეგრე. მე აივასკა ცერემონიას აი ძალიან ბევრი მივდექი რომ აი ყველაფერი რომ რაღაცნაირად ეს გამენეიტრალებინა რა. მაგრამ არ ხდებოდა ეს და ამ რაღაც პასუხებს რასაც ვეძებდი სამყარო ესე არ მაძლევდა. ანუ და მე მახსოვს ძალიან რომ ერთი წიგნი წავიკითხე. ეს 1 წელი, 2 წელი კი არ იყო, ეს რაღაც უკვე 3 წელი გრძელდებოდა ეს რაღაც შინაგანი პროცესები და ხო. აი ბოდიში რა, ერთ რაღაცას კიდე დავაზუსტებ რა, რომ ეგ არის ხოლმე შენ აზრი არ გაგიწყდეს რა. ეგრე არის ხოლმე რომ აი 29 წელს რომ ეგეთი მითი გონიათ რომ სატურნი რომ დაბრუნდება 1 წელი დაბრუნდება ზუსტი შეერთება იქნება მე გავა და დამთავრდება ეგრე არ არის რა სატურნის წელს რომ სატურნი რომ მოდის უბრალოდ კარმა აქტიურდება და სანამ არ ამოხსნი გაკვეთილს რა ის გრძელდება რა შეიძლება წლები გაგრძელდეს რა 2 წელი 3 წელი ანუ ამ სატურნის ფაზაში ხარ რა სანამ არ რაღაცას გამოხვა რა ნუ მე ხო და აი უბრალოდ მაგის ხო და ნუ ერთი წიგნი იყო რაც აი ძალიან დამამახსოვრე მე ბევრი სხვადასხვანაირი წიგნები წავიკითხე მაგ მომენტში და ამ რაღაც კიდე ძიებაში რომ ვიყავი სხვადასხვანაირი მედიტაციების შესწავლა განლაგებაც გავაკეთე ანუ აი ყველაფერს ვეძებდი რომ აი ეს ნაბიჯი არ გამეკეთებინა რომ აი წამოსულიყავი აქეთ ხო და მახსოვს რომ ეს დევიდ ბუქს არის Second Mountain არის ეს წიგნი და ეს რო წავიკითხე რაღაცნაირად ეს ძალა აი ვიჯექი ესე და უცებ ყველაფერი თქვი თუ რაღაც და ეს no way back და ანუ და ისე აი იმიტომ is no way back იმიტომ რომ ყველაფერი უცადე მაგისთვის რომ ეს არ გამეკეთებინა და იმიტომ არანაირად არ უნანო რაღაც აი გონია ეს სიტუაცია არ გინდა არ გენატრება არა იმდენად ყველაფერი უცადე რომ აი ეს არ გამეკეთებინა რომ და ისეთ მომენტში გავაკეთე რომ აი სამყარო მყირაზე იყო იმიტომ რომ კორონა დაიწყო ხალხი რაღაც losing their jobs ანუ სამსახურების დაკარგვა მე ესეთი კონტრაქტი მქონდა რომ აი ყველაფერი მქონდა ძალიან სტაბილურად რა და აი ჯერ ანუ ეს დაშორება ჩემ ურთიერთობასთან მე ეს მეგობრებთან აი მის თქმა რომ მივდივარ და თან ვერ უხსნი რატომ მიდიხარ და ეხა ძალიან სასაცილო რა აი ალარმი დავაყენე, იმიტომ რომ მახსოვს ჩემი მეგობარი მეუნება რომ რატომ მიდიხარ, ну ბევრი მეუნება რატომ მიდიხარ და ვერ ვეუნებოდი რატო, იმიტომ რომ მეც თვითონ პასუხები არ მქონდა რატო გადავწყვეტე და ეს ნაბიჯი გავაკეთე, მაგრამ მეთქი აი 5 წელში მკითხე მეთქი რა და ეხა აი საფხულში 5 წელი აი მისრულდება და ეხა შემიძლია რომ თამამად უთხრა რატო ვარ მე აქ აუ რა მაგარი ძალიან მაგარი ხო და მე აი კიდევ რაღაცნაირად ეს რომ მივდექი და ჩემ თავს რომ კუნალობდი ეს იმდენი ცოდნები გამეხსნა მე თვითონ რომ
ანუ აი ხა ქირონი მინდა რომ დავაყენა, იმიტომ რომ ესეც ხო რაღაც აი ასტროლოგიურ ჭრილში ეგეთი არის, რომ შენ თავს რომ მკუნალობ, მე შეგიძლია სხვა სულ მკუნალობ. ხო და აი ეგეთი რაღაც დავინახე უფრო მე რომ აი ხო, არა, სამაგალითო ისტორია რა. ეხლა რასაც ყვები, ეგ სამაგალითო ისტორია არის. ბევრი კუთხით სამაგალითო არის. ერთი იმით, რომ ესე მარტივი არ არის რა. ჯერ ესე მკვეთრად რომ გაიგე შენი სულის ხმა, ანუ რაღაცა ხმა რა, ინტუიცია რა ვიცი, რაღაც კოლინგი გაიგე. მერე ხალხს ანუ უამრავი ადამიანი როდესაც არაფერი არ აქვს, საერთოდ არც დასაკარგი არ აქვს არაფერი და მაინც უჭირთ ცვლილება და როცა ამდენი რაღაც გაქვს სტაბილურობა, ურთიერთობა, მეგობრები 24 წელი იქ ცხოვრობ და მით უმეტეს კორონა იწყება და ყველაფერი იშლება და შენ და იქ რაღაცა ინტუიციურად რაღაც მოგდის და ესე ყველაფერს ტოვებ, მოდიხარ ნუ შენი სამშობლოა საქართველო, მაგრამ მაინც რა, უცხო გარემოში რაღაც ხო, ანუ და საერთოდ ახალ რაღაცას იწყებ, ეგ ეხა ძალიან დიდი სული თუ არა ხარ, ძალა თუ არა გაქვს და რაღაც, ამას ვერ გააკეთებ რა და შენი რუკაც რო ვიცი ასტროლოგიური, ეხა მაგ დეტალებს არ ვიტყვი, მაგრამ აღმავალი კვანძი სადაც ყავს, პირდაპირ მაგ პროგრამაზე დაჯექი და არ შეგეშინდა და ეგეც დასაფასებელია და ნუ ის შედეგებიც უკვე სახეზეა რა. რაც ხდება ზოგადად რო ვიძახი ხოლმე რომ ანუ თუ გაბედავ და გადადგავ ნაბიჯებს უკან მოუხედავად როგორც ბიბლიაში სიუჟეტია რომ მოიხედები და შეიძლება მარილად გადაიქცე ანუ რომ არ შეიძლება უკან მოხედვა როცა ამ გზაზე დგები რა. და თამამად გავნაბიჯებს, სამყარო არ გტოვებს რა, ესე მოულევს ესე თქვა რა, პირი პატრონობს და ზურგის ქარს სულ გაძლევს და ეს აი შენ მაგალითზე ძალიან ნათლად ჩანს და კარგია და ის წიგნი რა ის რო ახსენე მე არ მაქვს წაკითხული. ვინ რაზე არის ზოგადად? ანუ აი ზოგადად უფრო აი სიღმისეულ ცხოვრებაზე, მაგრამ ძალიან ბევრ სხვადასხვანაირ კუთხით ხსნის და შლის. ესე ვერ აგზნებ, იმიტომ რომ აი ხატრული ლიტერატურა თუ ფსიქოლოგიური არის რა და აი ძალიან მაგარი წიგნია რა, მე ძალიან დამეხმარა რა და ყველას ურჩევ თუ ესეთი რაღაც გზაზე არის და არ ვიცი აი ძალიან დაკარგული არის თვითონ შეიძლება ესეც დაეხმაროს. გაიმეორე მაინც აბა. David Book Second Mountain. ძალიან მაგარი. კი. აქრო ჩამოვედი, ვერ ჩამოვდიოდი, ძალიან სიგიჟე იყო, იმიტომ რომ ანუ უკვე რო უთხარი რომ მე მივდივარ ჩემს სამსახურს, წამოვედი და ჩემი ბილეთი კენსელდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს გადაკეტა გზები და მეთქი რა ხდება, ვერ ჩამოვდიოდი და მე ძალიან სიგიჟე იყო რომ მე გადავედი ჩემ მეგობართან, იმიტომ რომ ეს რო დამიკენსილდა და ეს უკვე რა ქვია მაგას ამოჭერით. ანუ place to stay ანუ ადგილი საერთოდ ანუ ჩემ მეგობართან ჩებოდი ცოტა ხანი და იმას დაიმართა კორონა. და მეთქი всё, ეხაც ვეღარ მივდივარ მეთქი და ისეთი სიგიჟე იყო რომ მე არ გადამედო ეს კორონა. ანუ ერთ სახში ვიყავით, გვერდ მეთქი всё უკვე დამერხა მეღო, ვეღარ მივდივარ კიდევ ერთი თვე cancellation მე რა ვიცი და ანუ ცოტა მეშინოდა, იმიტომ რომ ტესტი კი გავიკეთე, მაგრამ მეთქი აეროპორტში ახლა კიდევ ტესტი რო იყოს და იქ რო აღმოჩნდეს რომ კორონა მაქვს, ვერ ნუ ბოლოს არ მქონდა ეს კორონა, ჩამოვედი აქ და ეგეც იყო რომ წამოსვლის დროსაც რამდენი დაბრკოლება შეხვდა. კი, ძალიან ბევრი. თან ეგრევე კარანტინაში მიდიოდი, აქ რო ჩამოვედი და მე ისე ჩამოვედი რომ ვითომ არტისტი ვიყავი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ან მე უნდა გადამეხადა ეს ყველაფერი. იმიტომ რომ ქართული პასპორტი ჯერ არ მქონდა და ჰოლანდიური პასპორტი მაქვს და მე ნუ 2 კვირა კარანტინაში უნდა ყოფილიყავი, ნუ ასე შემდეგ თავის რაღაც ისინი ქონდა, მაგრამ ხო რო ჩამოვედი და ეგ იყო სიგიჟე რომ აი შიგნით აი ჩემს აი შინაგანი განწყობა იყო ძალიან peaceful რა და მეთქი ვაიმე მანიაკი ხوار გახდე ყველაფერი ყირაზე იყო რა რასაც ქვია და მე ეხა კი არ გეუნები რომ ჩამოვდი რომ მაგარი დალაგებული ვიყა არა იმიტომ რომ იმდენად აი shift-ი რაც მოხდა ჩემში კიდე უნდა დამელაგებინა მაგრამ აი შინაგანად ძალიან დიდ ძალას გრძნობდი რომ
რო კარგ გზაზე ვიყავი მე რა და ეს ტვინი კიდევ რაღაც შიფტები იყო, მაგრამ ხო, აი და სამყაროსგან ძალიან დიდი ძალას გრძნობდი რა. ხარდაჭერას, ხო? კი, და აი ამით ხედავდი სამყარო მე როგორ მელაპარაკებოდა, იმიტომ რომ აი ქუჩაში კარტებს პოულობდი თქვათ და მაგის მიხედვით ხო ვიცოდი რომ კაი, ეხა ეს არის ეს რა ვიცი, აი ძალიან სიგიჟე, იმიტომ რომ ცხოვრებაში კარტებს არ პოულობდი და ისე გამოჩნდა ეს კომუნიკაცია სამყარო როგორ მელაპარაკებოდა. რო აი დავინახე და ეგეთ რაღაცებს ვერ მოიტყუა რა, ანუ რეზონირდება ძალიან შენთან, როგორც აი ზოგიც რიცხვებში აქვს ან რაღაც ესეთი რა ჩემთან კარტები მოვიდა. ხო, მახსოვს ეგ პერიოდი. ჩემთანაც რიცხვები არის უფრო. მაგრამ ეგ შენი კარტები ძალიან საოცრება იყო, რომ ხედავდი ხოლმე რა, აი ფოტოებს რომ ანახებდი ხოლმე. ხო, ეგეც აი ერთი აი ეგეთ ნაბიჯს რო დგავ რა, სადაც შენი აღმავალი კვანძია და სადაც კენა ის შენი სულის გზა არის, მისიას რო ეძახიან რა. ეხლა შენ შეიძლება არ ვიცი იცოდი საერთოდ ასტროლოგიურად რო გასაკეთე. არ ქონდა ხო ეგ ცოდნა? არა, მე არ ქონდა ეგ ცოდნა და რაღაცნაირად ძალიან მერე გაიხსნა ეს ცოდნა ჩემთან, თორემ ესე მე აი რო გითხრა რომ სულიერად ესეთი სიღრმესეული რაღაცები მქონდა, მე არ მქონდა ეს რა. ინტუიციურად მიყვებოდი რა, რომ აი რაღაცნაირად ეს უნდა გავაკეთო და იმდენად ხმა იმხელა იყო, რომ ვერაფერს ვერ უშვებოდი და არც კარმა, არც აღმავალი და დაღმავალი ხო ხტები. არ იყო თან აი მახსოვს რომ ერთხელ ვიყიდა წიგნი, ანუ ასტრალურ რუკებზე იყო და რო ვკითხულობდი, აი არანაირი ინფორმაცია არ შემოდიოდა და აი ეგ არის რომ აი ეს კოდიც ძალიან მომწონს რომ every wisdom is for free but not without paying და ეგრე აი ყველა ინფორმაცია გარშემო არის, მაგრამ აი შეიძლება წაიკითხო ვერ მოვიდა. ან ზოგი ვაფშე არ მოდის, იმიტომ რომ არ ხარ მზად მაგისთვის რა და აი მან დიხსნება კარებები, როცა ფიქრობ სამყაროს მზად ხარ შენ და გაგაგებინებს ყველაფერს. აი როგორც აი ჩემთან ადამიანები ვინც მოდიან ის კი არა რომ აი რეკლამა ნახს, არა, აი შენი ინტუიციით მოდიხარ ჩემთან და შენთან რეზონირდება ჩემთან რა და ვერავის ვერ დაავალებ რომ აი ეს უნდა ქნა, იმიტომ რომ აი შენი სულის კურნალი ხტები მაგ მომენტში, აი როგორც მე ჩემ თავს კურნალობდი და ვიცოდი აი საიდან ვიცოდი ეს ზეთები თქვათ შესწავლა მინდოდა თქვათ, ეხლა რასაც ვაკეთე აი რა ვიცი ყველანაირი მხრიდან რაღაცები მოდის შენთან. ხო, აი ეგეც როიძახი რომ ქირონზე რა, რაც თქვი ქირონზე ხო? ანუ მაგის მაგალითიც არის შენი ცხოვრება რა, რომ ზუსტად რომ სადაც შენ ყავს ქირონი და ის ტკივილი რაც სულის ტკივილი არის ღრმად რაც გაწუხებს რა და როცა იწყებ იმის სხვების მკურნალობას იქ ინკურნები შენ თვითონ რა უკვე რა, ინკურნები, იმიტომ რომ შენ იმდენად დიდი რაღაცეები გაქვს იქ გამოვლილი, სადაც ქირონი გაქვს რა, იმდენად რაღაცეები და გონია რომ შეიძლება ეს არ განიკურნება, თითქოს უსაშველოა რაღაცა რა, მაგრამ მე სხვებთან რომ უკვე იმ გამოცდილებით სხვებთან რომ მიდიხარ და სხვებს კურნავ რა და სხვებს რო ეხმარები რა სფეროშიცა. უკვე შენთან მიდის ეს ჰილინგის პროცესი რა და რუერთ სამჩნევ ისე იხილება ეგ თემა რა და შენ ეხლა რაც მოყევი ზუსტად მაგაზე მივაქციე რა ყურადღება მაგას რაც ძახდი და აქ ანუ აი ეს თვითონ კურნალის თემები უკვე რო ჩამოხვედი აქ ხო ანუ ამ გარემოში და რაღაცა და ხარდაჭერას გრძნობდი როგორც თქვი სამყაროსგან რომ ეს ძალას და რაღაცა თუმცა გონებად ხო იცი როგორია რა რომ ვაინც ეჭვშია ყველაფერში და ეს შინაგანი დიალოგი რომელიც ყველა ესეთ სულის გადაწყვეტილებას ამცირებს რაღაცნაირად რომ თითქოს ეს ხო ეს მაექმები შენში იქნებოდა და აი ეგ რითი დაძლიერა რა სანამ შენ აი ამ კურნალის და ეთერზეთების და ეს aqua pressure წერტილების რა ქვია ფერების პუნქტურა და ამ თელ რაღაცას გააერთიანებდი და ესეც საოცრება შექმნიდი რაც ეხა ცენტრში არის აი მან სანამ აქ მიხვიდოდი ხო აი ამ შინაგან ხმას ხო რომელიც ეჭვში აქ ამცირებს სულის გადაწყვეტილებებს რა შიშები შემოაკ აი როგორ უმკლავდებოდი რა იყო შენი ესე თქვა აქ ყურადღების გადატანის ხო და აი ეს იყო რომ მე რომ აი ეს პროცესში რო ვიყავ რომ ჩემი თავი მე მკურნალა და ეს რომ ყველაფერი რო ვცადე და ეს ჩემი ხმა რო ვერ გავაჩუმე როგორც აი გავანეიტრალე რა როგორც ქვია იმიტომ რომ ვერაფერს ვერ გააჩუმებ ესე რა რომ აი მივხვდი რომ აი ეს აი
ეს უნდა გავაკეთო მე რა და აი უკან წასვლა no way back ეს უნდა გავაკეთო და მე ყველაფერი დამილაგდება და ეს ძალა რაღაცნაირად მომცა სამყარომ და ზურგს აი ძალიან გრძნობდი რა და ადამიანები რომ მეუნებოდნენ რომ აი რაღაცა რა გააკეთე ეს მაგ უკვე აღარ მეხებოდა ეს ხდები ანუ აი ეს შიში ან რაღაც არ იყო ჩემში არ შემოდიოდა იმდენად ძალას გრძნობდი რა და აქ რო ჩამოვედი კიდევ ძალიან ძალას გრძნობდი რა რამე პრაქტიკა ან რამე მეთოდი იყო, რასაც თქვათ გეხმარებოდა ამ პროცესში, აი რამე ან მედიტაცია ან რაღაცა. იქ რო ჰოლანდიაში რო ვიყავი, ანუ მედიტაცია შევისწავლე, რა ქვია მაგ მედიტაცია? ტრანსცენდენტული ხო? არა, ტრანსცენდენტული აქ შევისწავლე. ის იყო აი ყველაფერზე მე რო მედიტირებ რა, ანუ ხო, დამკვირვებელი, რო ჭამის, ანუ მე მედიტაციას ხო ვაფშე არ ვაკეთებდი რა. Full mind მედიტაცია არის, არ ვიცი. Mindful მედიტაცია კი ეგ. და იმიტომ რომ მედიტაციას ვაფშე არ ვაკეთებდი, არც ვიცოდი, ანუ იქ პროსტა მე ვაპრაქტიკებდი იოგას ვაკეთებდი, იმიტომ რომ ესე ჯიმში მე არ მიყვარდა ესეთი ჯიმური რაღაც სპორტები. ანუ აი ცურავდი, იოგას ვაკეთებდი და ბიკრამ იოგაზე დავდიოდი, ძალიან მომწონდა ეს რაღაც უფრო აი დატვირთული ისინი ასანები თუ რასაც ქვია. და აი მაგით იმაშრებოდი ცურავ ანუ სპორტულ იმაში სულ ვიყავი რომ არ ეს მაინც რაღაცნაირად ენერგეტიკულად რომ გამებალანსებინა და ეს მედიტაციებიც რო დავიწყე მშველო და მე ეთერზეთები შევისწავლე და ანუ ეს ყველაფერი ჩემში იყო რა ანუ ესე არ მქონია რომ ვიღაცა ანუ ვიღაცას ეთქვა ხო ხო არა აი მოდიოდა ჩემში და ვხდებოდი რან არის ბენეფიტი ქონდა და ეს სკოლაც რო ვიპოვე სადაც შემეძრო რომ მესწავლა ეს ეთერზეთები მე გამოვიდა ეს რა ქვია კრისტალები ფერები ანუ ერთი რაღაც ჯადოსნური სკოლა ვიპოვე ჰოლანდიაში და აი ფიქრობდი მეთქი აი რა მაგარი იქნება რომ აი რაღაც სივრცეში მიდიხარ და ყველა სენსებზე რომ მუშაობს ადამიანი მე ზოგადად ძალიან მჭირდებოდა ეგეთი რაღაც და არ იყო. შენ თვითონ გჭირდებოდა. ხო, აი ძალიან გამიხარდებოდა მაგ მომენტში რა. მარტო, იმიტომ რომ ზოგადად არის მარტო არომათერაპია და მიდიხარ მარტო არომაზე ხარ და ნუ შეიძლება მასაჟი იყოს ეგ არის. მაგრამ ეს აი კრისტალებიც, ფერებიც, არომაც, ანუ ჰოლისტიკურად და გაერთიანებული რო არის ყველაფერი. არ იყო ეგ რა და აი ძალიან მინდოდა რომ ყოფილიყო და აქ რო ჩამოვედი ეგეც იყო რომ აქ რო ჩამოვედი მე ვიფიქრე რომ მაშინ აი რაღაც დაიბადა ეს ჰილერის პროექტი და მინდოდა რომ ეს რაღაც ბენეფიტი რაც მე მომცა ამ ზეთებმა და სამკურნალო ზეთებს ვაზავებდი და ეს შეგეძლო რომ გეყიდა ინტერნეტში რაღაც ესეთი პატარა ონლაინ შოპ მქონდა და პავლო სანტოები შეგეძლო გეყიდა და სეიჯი რო ეს უკვე აქ ხო საქართველოს აქ დაიწყო ეს რა და ეგეთი რაღაც ქონდა რომ ეს მინდოდა რომ გამეზიარებინა მაგრამ ესე რომ აი რო გეთქვა ანუ ჩემ თავს რომ 10 წლის უკან რომ მე აი ესეთი გავაკეთებდი და ეს საერთოდ ვერ ვიფიქრებდი აი საერთოდ სხვაგან ვიყავი არ ვიცი ხო ეს რაღაც აი ყველა ადამიანი ეხა რა თუნდაც შენი სიტუაცია შეიძლება მაგალითი იყოს იმიტომ რომ ესეთ რაღაცებს აქვს ძალა რა პირად მაგალითებს აქვს მხოლოდ ძალა რომელიც ვიღაცას მე რაღაცაში გამოადგება დანარჩენი რავი ეხა შეიძლება ასე რაღაცა იფილოსოფოსო და რაღაცა ქნა მაგრამ ამას ის ძალა არ აქვს რომელზეც მე ცეცხლი აქვს რა პირად გამოცდილებას რომელიც მე სხვაზე გადადის და ბევრი ადამიანი არის რომ აი რაღაცა საერთოდ ვერ ხედავს მომავალს რა შეიძლება აკეთე რა შეიძლება თუ ვერ წხვდება იმას რომ მის სულს რაიმე დანიშნულება აქვს ამ მატერიაში რა და ესე არ არის უბრალოდ რა აქ რომ მარტო არ არის რა რაღაც გაიდენსის ქვეშ არის რა ესე თქვა რა და ამ მინდობას რო გააკეთებ მე ანუ აი საერთოდ ისე შეიძლება მოწესრიგდეს მატერია და ისე შეიძლება მოწესრიგდეს ცხოვრება რომ საერთოდ ვერც აი ესეთი ვერც წარმოიდგენდი საუკეთესოდ შეიძლება უფრო არო ეგ არის რომ აი ადამიანს ძალიან ეშინია ეს კომფორტის ზონა რომ დატოვოს და მე რაღაცნაირად უბედური ხდება რა და იმიტომ რომ რაღაც ერთ მოდელში ტრიალებს და მე რაღაცნაირად ეს სურვილები რო აქვს და სურვილებს რო რაღაცნაირად
როგორ გითხრა, მალავენ ან ვერ ხედავენ და ან ეს მე არ შემიძლია, იმიტომ რომ მე გადასახდები მაქვს, მე ის მაგ ოჯახი უნდა მოვარ, იკარგებიან რა და რაღაცნაირად რაღაც მაშინა ხდებით, არ ვიცი, ხო, მექანიკური ხარ, დილას დგები, მიდიხარ, მოდიხარ, ანუ არანაირი მან უკვე ცეცხლი ჩამქრალი არის რა. ხო და ეგ არის რომ ეხაც გველიც რაც მაცია ძალიან მიყვარს ეს სიმბოლიკა და გილოცავთ გველის ჩინურ ახალწელს მაგრამ ეგ არის რომ ტრანსფორმაცია და ყავის გამოცვლა და ანუ ახალი რა ქვია მაგას განახლება დაბადება რა თან დიახ ეგრე არის და ეგრე არის ცხოვრება იმიტომ რომ Nothing is forever. არაფერი არის სულ რაღაც სიახლეში ვარ, სულ რაღაცნაირად მოძრაობაში ვარ და ეგ არის ცხოვრება და ეს არის რომ magic არის რაღაცნაირად რა. თან ეგ ხო რაღაცნაირად მუდმივი ერთია რომ გამოცდილებები რო გაქვს უკვე ამ magic-ის ბევრჯერ გადახტენილი რა, რომ როგორ წესრიგდება სამყარო, თავ რაღაც mastermind-ი რო არის, რომელიც ამ ყველაფერს ისე რომ შენი ესეთი მერკურის ლოგიკური ვინით იმაში ვერ დაალაგო საერთოდ რა. მაგრამ მე ჩემ იმაზეც რომ მე ჩემზეც ამდენი გამოცდილება ხომ აქვს ამ რაღაცის, მაგრამ მაინც ხო ეს ეჭვები რომ სადღაც ჩემო სადღაც წაგიღებს და ის გამოცდილებები უკვე ძალას გაძლევს რა, რომ ერთხელ რომ მოხდა მეჯიკი ორჯერ გაბრუნებს, ან მეგობარი გაბრუნებს, ან შენები რა ესე ვთქვათ რა და რომ დაუბრუნდეთ ამ ჰილერის იმას, ანუ აქ საქართველოში უკვე ჩამოსული ხარ, ეს რაღაცა მოვიდა ინტუიციურად, რომ ეს ეთერზეთების რაღაცები შენია და შენ თავზე გამოცადე და უკვე ხო და ამის განვითარება როგორ მერე უკვე რა მოხდა რა, ანუ რა ეტაპი დაიწყო შენ? რაღაცნაირად მახსოვს რომ აქ რო ჩამოვედი ანუ ეს რო დავიწყე და მე შენი პროექტიც რო იყო და ეგეთი რაღაც რო შემომთავაზეს რომ რაღაცნაირად შეიძლება ესეთი რაღაც დავიწყოთ უფრო მინდოდა რომ ანუ ის რაც მე მინდოდა ჰოლანდიაში რო ვიყავი რომ შემეძო რომ შევსულიყავი ესეთ სივრცეში და ყველა სენსებზე ემუშავეთ რომ ეს რაღაცნაირად დაუნლოდი გამეკეთებინა და იმ ადამიანისთვის ეს ყოფილიყო რაც მე ვეძებდი ჩემ თავს რო კურნალობდი და ეს პროექტი რო დაიწყო, ანუ ჯერ არც ვიცოდით იქნებოდა, არ იქნებოდა, მაგრამ იმდენად საინტერესო იყო ჩემთვის ეს სამყარო, რომ პროსტო მინდოდა რომ მეცოდინა. არც ეს მქონდა რომ კურნალი ვიქნება, თუნდაც გაგრძელდება, თუნდაც არა, ჩემთვის იყო. ჩემთვის იყო იმხელა საჩუქარი ეს ცოდნა, რომ ეს უნდა ვიცოდე მე, ეგ იყო ჩემთვის დიდი საჩუქარი. გამოვიყენებდი, არ გამოვიყენებდი, მაგას არ მქონდა ნიშნულობა, მე ვიცოდი ეს და მე ვფიქრობ რა ვიცი, it makes you rich, რაც უფრო მეტი იცი რა. ხო და ეგრე და მე რაღაცნაირად ისე დალაგდა და სამყარომ ისე დამილაგა, რაღაცნაირად რაც შენი არის, ძალიან ადვილად მოდის ეს რაღაცები. და რაშიც გულწრფელი ხარ. ხო და რაშიც გულწრფელი ხარ და როცა გულწრფელი ხარ და რაღაც ეს რა ქვია, ესეთი თეთრი სინათლეს რო ატარებ, ან რა ვიცი როგორ გითხრა, ანუ მე რაღაცნაირად გილაგებს ყველაფერს და ხანდახან ცოტა მწვენო და კიდევაც რომ მეთქი ვაიმე I'm so lucky არ ვიცი. დილას დგებოდი და გავწყინებული ესე რაღაც სამყარო მიყვარხარ და რაღაც სულ რაღაც სიყვარულებს უგზავნიდი, იმიტომ რომ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი ერთ-ერთი ჩემი ოცნება რაღაცა ამიხდა. ხო, მე უკვე კვეთრად ხო ეს თვითონ სივრცეც ჩვენი ხა სადაც ვართ რა, შენი სივრცე რომ ნელ-ნელა უკვე გამოკვეთას იწყებდა რა და რაღაც ხო მაგ დროსაც რამდენი დაბრკოლება გავიარეთ რაღაცები რა და მაგ დროსაც ეს იყო, მაგრამ ზუსტად ეგაა რა რომ ანუ ჩვენ აქ ხო დასაკარგი არაფერი არა. არაფერი კი, ანუ იმიტომ აქ დასაკარგი არაფერი, ეს ჩვენი ცხოვრება არის და ეს შენი ცხოვრება არის, რასაც აკეთებ რა, ეს რაც მოგწონს რა და ის სულის ხმა, ეს სული სადმე სხვაგან კი არა, ეს თავიდანაა პირობითად რომ სული და შენ, ის სული შენ ხარ რა და რაც უფრო იმის ხმა გესმის, შენი ხმა გესმის რა, შენი მაღალი მეს ხმა გესმის და ხო, მოვედით აქამდე რა, აქ ვართ, ახლა სტუდიაში საუბრობთ და აქვე არის შენი კაბინეტი, სადაც უკვე ადამიანებს და ის რა შენ ოცნებად ქონდა რომ შენ თვითონ მისულიყავი და ეს ყველაფერი შენ თავზე გამოგეცა და ეხლა გაზიარებ ამას და როგორ მიდის პროცესი? რავი, ძალიან კარგად და არ ვიცი, ყოველჯერ ადამიანი
ჩვენი თანამგზავრები ჩემ კაბინეტში რომ მოდიან და ამ ჩემ ცოდნას და ჰილინგს უკეთებ და რო ტოვებენ ჩემ კაბინეტს ესეთი რაღაც აი ღიმილით და რაღაც აი სიმშვიდით აი ძალიან დიდ მოტივაციას მაძლევს და ძალას რო უფრო და უფრო დაუხვეწო და უფრო ხარისხი ავწიო და რა ვიცი აი ძალიან და გაღიმებულები გამოვლენ მეც გაღიმებული გამოვედი კიდე გეჯემერთ გაღვიძებდი მე მეთქი დამტოვე ცოტა არა იმდენად მამოშვება რომ არ ვიცი რა ეს ყველაფერი ერთად როგორც გამიქსე შენ ეს კოქტეილი რაღაცა სურნელები ნუ თავიდან თან დაბალანსებული რაც არა ანუ ჯერ აურის დიაგნოსტიკა რომ ჩაკრები რამ მდგომარეობაშია ბიოველი რამ მდგომარეობაშია ეს რაღაც ხო ანუ ორგანოების სად არის პრობლემა რაღაცა და რა მომეწონა იცი რომ ანუ მან რო არ მთავრდება რა რომ აი პროსტა და მე წახვედი სახში რა და მე ჰილინგიც რო იწყება რა რომ იქ რო წვები და უკვე რო ეს კოქტეილი სურნელები ეს და აი ეს რაღაც როგორც გაერთიანე იმდენად ღრმამოშვებაში გიშვებს და ეს ღრმამოშვება პირდაპირ თუ აღდგენასთანაა უკვე დაკავშირებული რა რომ ხო რა ეგრე ხარ რა მე აღარ გინდა გახოს ზუსტად აი ძალიან ბევრი სეტი როგორ აწყე ან როგორ დამიკამიქსე ხო ესეთი სეკვენცია ვაწყე და რაღაც აი და ბარები ისიც თქვი რეებს იყენებ რა რომ ჩამოთვალო ანუ რაღაცას ანუ ჯერ რო ვაკეთებთ ამ ბიოველის დიაგნოსტიკას მე აი ჯერ ხედავთ ყველაფერი რა მდგომარეობაში არის შენი ენერგეტიკული ველი როგორ არის შენი ორგანოები არის გამოფიტული არა გამოფიტული აი როგორ არის გადანაწილებული ენერგია ყველგან რა და ჩაკრებზე რა თქმა უნდა არის ანუ გადაწეული საზოგადოებისკენ, შიდა ემოციებისკენ, არის პატარა ჩაკრა, ანუ ენერგეტიკულად დიდი, ანუ ზოგადად 114 ჩაკრა გვაქვს, მაგრამ აქ შეგვიძლია 7 ვნახოთ რა. ხო, ნუ თავარი 7-იც ჩაკრა. ეს ანუ გარე და შიგნით, ხო? ანუ თუ რაღაც მიმართულია შიგნით ეს სხვა პროცესებია, რაც სხვა პროცესები არის და ნუ მე ამ ყველაფერს გიხსნი და რაღაც რჩევები მაქვს, რაც შეგიძლია უფრო ბალანსში მოიყვანოს შენი ჩაკრები. მე ვიწყებთ, ანუ არის ესეთი ფერების პუნქტურა და პეიტერ მანდალი არის ამან ჩამოაყალიბა ეს ტექნიკა 34 წლის უკან. და შესწავლილი მაქვს სხვადასხვანაირი ტექნიკები. ამ ტექნიკებს აი ანალიზის მიხედვით ვირჩევ და რა თქმა უნდა გეუბნები, რომ ამას ვიხმარ, ამას და მე მაგას უკვე ინდივიდუალურად არჩევ, ხო? კი, ინდივიდუალურად მოდის, რა ჭირდება, და რა მოუხდება მას და მაგას უხსნი. მე მგონი ყველაფერი მოუხდება. მე რომ მოვა ყველაფერი. ანუ აი სხვადასხვანაირ ტექნიკებს ვუკეთებ და მე ადამიანი რო წევს, ნუ ეს მერიდიან წერტილებში ფერებს უშვებ, ამ პროტოკოლს მივყვები. შემდეგში მაქვს სხვადასხვანაირი ინსტრუმენტები, ჰილინგ ინსტრუმენტები, რომელიც ვიბრაციით, ანუ აი არის ტიბეტური თასები, სადაც როცა ვხმარობ ეს ვიბრაცია მიდის და უჯრედებს აბალანსებს, ანუ უჯრედების მასაჟი მიდის რა. მე არის ჩაკრების ჩანგლები და ჩვენ ჩაკრებს აქვს ყოველს თავისი ვიბრაცია და მაგით ვასწორებ მას, იმიტომ რომ აი როგორც ვიცით, არ გვაქვს ერთი სხეული ფიზიკური და გვაქვს 7 და ის არის დაკავშირებული ამ ჩაკრებთან და თუ რაღაცნაირად ვიბრაციულად რაღაც დისონანსი არის, ანუ მაგ ვიბრაციით ამ ჩანგლებს რო ხმარობ, ანუ ვასწორებ და აი პროფილაქტიკა მიდის შენი ენერგეტიკული ველის. შემდეგში მაქვს სხვადასხვანაირი შეზავებები ეთერზეთების და მაგას ხმარობ და რაღაც ტექნიკები მაქვს, მერიდიანი წერტილების სხვადასხვანაირი ტექნიკები არის და მაგას რო ვაჭერ ვზილავ ეთერზეთით. შემდეგში ამას რო ვაკეთებ ხო, მე შენ ბიორიტს გასმენინებ. ეს 8 წუთიანი არის.
ხო, ეგ კიდე ცალკე ისა. ანუ ძალიან ბევრი მარტო რაც ჩამოთვალე, ეგ იმდენად ეფექტური, იმდენად ძლიერისაა და მე ანუ ხო, ეს ბიორითმი უკვე არის შენ კონკრეტულ შენთვის არის ჩაკრებული, ხო? თვითონ დიაგნოსტიკის შემდეგ რაც დგება ინდივიდუალურია კონკრეტულად. ყველაფერი არის ინდივიდუალური, ეს საუნდი არის შენთვის გაკეთებული. და ამას რო უსმენ, რა თქმა უნდა, მარცხენა და მარჯვენა ტვინის როგორ გითხრა, ჰერცებით არის ერთი და იგივე არ არის და მიდიხარ ალფა სტეიჯში და მან კუნალობა მიდის შენი და ნუ ეგ ცალკე ტიპი არის, მაგრამ იმ თლიანობას ძალიან კრავს, რასაც ქვია და მერე რო ბრუნდები ამ სამყაროში კიდევ შეგიძლია რომ ცოტა ხანი იწვე და მე წყალს მუხტავ შენი ვიბრაციების და მე ბოლოს ესე ამთავრებ ამ სესიას ხო და ეს თვითონ ეს რითმებს რომელიც დგება ჩაკრების მიხედვით ამ ეს შენ მითხარი რომ მე რო წახვალო კიდევ ანუ სახშიც მე დამავიწყდა მოსვლა არა მე იმდენად რუხმაცი მაქედან რომ ეგ დამოვიწყდა მაგრამ მაგასაც დიდი სიამოვნებით ვცდიდი რა და ეგ რატო არის საჭირო ანუ საჭირო არის იმიტომ რომ ეს კომპონენტი შემადგენლობა რაც არის ეს საუნდებით სიხშირეებით ანუ შენ დაბალანსებისთვის არის მორგებული და ნუ სასურველი არის რომ ყოველდღე მოусმინო 8 დღის განმავლობაში მე დაანები აღარ მოусმინო რომ ეს არის რომ რაღაცა ის რაღაც კუნალობა ბოლომდე მიიყვანო ხო ბოლომდე მიიყვანე კი და მე შეგიძლია რომ დაბრუნდე ისევ ჩემთან თუ სურვილი გაქვს იმიტომ რომ გეკუთნის და კიდევ ვაკეთებთ ანალიზ, ბიოველის ანალიზ და ნუ შეგვიძლია რომ შევადაროთ აბა რა პროცესები იყო, აბა ის რჩევები გაითვალისწინე, რაც მე შენ გითხარი, ჩაკრები რა მდგომარეობაში არის, სტრესი რო მდგომარეობაში. ანუ ხელახალი დიაგნოსტიკა დგება და ადარებ ორსურათს, ხო? შეგვიძლია შევადაროთ, კი. და მე რა ხდება, ხო? და მე მგონი ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ აი თქვა თუ არაფერი არ იცი ამ სამყაროზე რომ დატესტო მაინც რომ რაღაცნაირად აბა ეს როგორ იმუშავებს გავითვალისწინებ და რაღაცა ხო რა ის ხო საინტერესოა თან ამდენი ინფორმაცია იმდენად საინტერესოა შანზე რომ იცი რა ვიცი ხო ჯერ ვიზუალურად ყველაფერი და მე უკვე თვითონ ანუ სენსი რო იწყება კი და ამ რაპორტს გიგზავნი კი და შეგიძლია რომ სახში წაიკითხო რა ვიცი და უფრო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაცია არის რა ზოგადად და შეიძლება რაღაცნაირად ვეღარ იმას იმიტომ რომ ჩემთან რომ მოდიხარ ნუ 2 საათი მაინც ვჭირდება რა მთლიან სესიაზე რა და აი ძალიან ისეთი მოგზაურობა მიდის და ეს ხო თან რა არის ანუ ბევრი ისიც აი კაია რა რომ მე გადადიხარ იმ წუთში უკვე სეანსზე რა იმიტომ რომ ძალიან ბევრი ინფორმაციას რო დააყარო რა ხო არის გადაიწვება რა არსობრივად რაღაცეები, რაც არის ჩაკრის დიაგნოსტიკა, იმიტომ რომ ახლა მე რო ვადარებ კონსულტაციებს, იგივე შემილია ერთ ნიშანზე, ერთ სახლში ველაპარაკო ერთი დღე. ან მართლა რა, ანუ რა პრობლემაა, ერთი დღე შემილია ვილაპარაკო, იმდენი დონის გამოვლინება შეიძლება კონდეს, მაგრამ ეგ არის რომ ანუ არ უნდა არსობრივად უნდა მიაწოდო რა ინფორმაცია რა რაც არსში მნიშვნელოვანია და მე უკვე იქ ხო ზედმეტ რაღაცებს აღარც აქვს მნიშვნელობა რა და ხო ნუ მე რო გადადიხარ უკვე ეს მეორე ეტაპი ის ჩემთვის საყვარელი ეტაპი არის რა ის მეორე შენი მეჯიკები რა რაც წაკეთებ რა ინდივიდუალურად და ეხლა რა აი ეხლა უკვე როცა სივრცე ფუნქციონირებს ხალხი დადის ჟურნალობ და უკვე შენ ამ რეალიზებას უკეთებ ამ ყველაფერს რაც გინდოდა საიდანაც დაიწყო ის რაც გამოიარე და ეხლა ყველა მატერიაში ჩამოიტვირთა უკვე სრულად ესე ვთქვათ ეხლა რა აი სათხედაო ეხლა განვითარებას ან რა გეგმები გაქვს ან რა საიდკენ მიყავს ეხლა ეს ყველაფერი აი რა ვიცი აი რაღაც მინდა რომ უფრო აი ეს მერიდიანებს უფრო მეტი სიღრმისეულად შევისწავლო, ანუ ეს 5 ელემენტი როგორ მუშაობს, 5 ელემენტი რა არის ხო? Water, fire, earth, ნუ ხო.
კიდევ ანუ რაღაცები მაქვს გეგმაში ესე არც მინდა რომ რაღაცნაირად ჯერ ვილაპარაკო მაგაზე იმიტომ რომ რაღაც მინდა ჯერ დაუნლოდი გავაკეთო და მე გატესტო დავტესტო იმიტომ რომ ხო აი ტესტიც მიდის ეხა ხვალაც რაღაც შეხვედრები მაქვს და ნუ რაღაცებს კიდევ უფრო სიღმისეულად და უფრო მეტი ხარისხი დაემატება მანდაც იმხელა სფეროა ასტროლოგიის აიყოს ანუ ხო აი ძალიან ისეთი არის რა მაგრამ ხო და ეგ არის რომ ანუ ეს პროცესი რა თქმა უნდა არ ჩერდება და სულ რაღაცნაირად ძიებაში ხარ რომ უფრო კარგად უფრო ხარისხიანად რაღაცები გააკეთო, უფრო დაამატო ან გამოაკლო, რა ვიცი, აი ეს პროცესი არ ჩერდება, რაც ძალიან მაგარი არის რა და რა ვიცი, აი მეც მოგზაურობ ამ იმაში, რა ქვია, როგორც ქვია, ჰილინგში. აუ, ეხლა უნდა მოდი ჯერ ჩაის დაგისხა. ხო, რაღაც ძალიან მომინდა ჩაი. ძალიან უხერხულად ავდექით ეს ამოვიჭრა. ეს ამოვიჭრა. ოკეი, ეხლა მინდა რომ მაინც გავაზიარო. აი ეს ფიქრობდი რომ მე თქვა თუ არა, მაგრამ ბარემ ვიტყვი რა პრობლემაა. ბარემ ყველაფერი ამოვიდეს, ხო? ანუ ეს ჩვენი გამოცდილება რაც იყო პლანეტარული განლაგების რა. იმიტომ რომ ხა მე კი ვიცოდი შენას საკეთებდი და არ მახსოვს მაშინ მე მგონი უკვე მქონდა გამოცდილება შენთან რა სეანსის ესე ვთქვა და ეს ყველაფერი უკვე იყო, მაგრამ აი მან რო გავაკეთეთ ეს პლანეტარული განლაგება, მან საერთოდ აი რავი რა ყველაფერი ნათელი მოეფინა შენ ისეთ ლეველებზე დაგინახე. ისეთ რაღაცეებში სიღრმეში რა. რომ არ ვიცი რა ეს სრული მეჯიკია ჯერ ხო განლაგების პროცესი ცალკე მეჯიკია და მაგაზე ხა ცალკე თემაა მაგრამ ეს გავაკეთეთ ის რომ შენი განლაგება იყო რა როგორც ხოსით და ნუ განლაგება არის რომ სისტემური განლაგება ოჯახური განლაგება და პლანეტარული ჰელინგერის სისტემაზე მაქვს საუბარი და ნუ არის კიდე პლანეტარული განლაგება სადაც გარკვეული კონფიგურაციებით ადამიანის შინაგანი სამყარო ამოდის და თვითონ არც მონაწილეობს მაგრამ ეს ხედავ რაც ხდება კარმას და ამ შემდეგ რა და შენი თემა რო გავაკეთეთ იქ როგორი შეგრძნება მქონდა იცი რომ პირველი იყო ის რომ რაღაც თითქოს ძალიან დიდ მიკუთვნილებას გრძნობდი შენსას ჩინურ კულტურასთან აი დაჟე მომდიოდა ღვთაების სახე ხატიც რა ქვანინი არის ესეთი ქალი ხალხმერთი არის მკურნალი ჩინურ პანთეონში ესე ვთქვათ ღმერთების ნახევარ ღმერთების და ეგ ობრაზი მომდიოდა ეგ სახე ხატი ესე ვთქვათ რა შენზე რომ დაკონექტება რა ამ ველს და შენ თითქოს ვიყავი რაღაცა ნაკადის ქვეშ და ეს რაღაც არამიწიერი არსებები იყვნენ მოსულები რომლებიც იყვნენ რომ აი ეს საქმე უნდა გააკეთო თითქოს რა ეს არის შენი ჩენელი რომლის ქვეშ დგახარ და ეს შენ ახლა გინდა თუ არ გინდა ხო ეს არის შენი გზა და ეს უნდა გააკეთო თითქოს ეს არის რაღაცნაირი სულის მისია თუ რაღაცა რა და შენი მდგომარეობა რომ მე განვიცადე ეგ ხო ცალკე მეჯიკია რა რომ იმის ადამიანში რომ შედიხარ და ამას რო გრძნობ რა და მაშინ მივხვდი რომ რამხელა ფარველობა ქონდა ნატიფი სამყაროდან ამ არსებების და სულის გიდების და ასე შემდეგ რა რომლებიც იყვნენ იმიტომ რომ იმათ ინდივიდუალობასაც უგრძნობდი რა რომ აკეთებდით რა და იმით როგორც ეს ჩემ ჭურჭელს იყენებდნენ თითქოს შენთვის რომ აი უთხარი რომ აი რაღაცა სწორი გზაა და ეგ და არ შეცდა შენ ეგ არ გჭირდება ეგ გამბედაობა შენი გამბედაობა ამ გზაზე ჩემთვის ამაგალითო არის რა იმიტომ რომ ჩვენ ერთნაირი ისინი გვაქვს აღმავალი კვანძის მდებარეობები და ანუ აი რაღაცნაირად ერთმანეთს ვეხმარებით მან რა და აი მაგის გაზიარება მინდოდა რა და გახსოვს ალბათ ხო კი აუ ჩემთვისაც ისეთი არ ვიცი გამოცდილება იყო ეს რომ დავინახე გვერდით იმიტომ რომ ეგეთი რაღაც მქონდა რომ განლაგება გავაკეთე ჩემი დაღმავალი და აღმავალი კვანძის რომ ანუ ამ ხელა საქმეს რო ვიწყებ, ანუ შემიძლია ეს ყველაფერი, მაინც რო გინდა check-in, you know. ანუ ეს რაღაცნაირად შინაგანად უგზნობდი ამ ხელა აი ამ ძალას და ეს თავდაჯერებულობას, რომ ეს შემიძლია, მაგრამ ხანდახან ხო ხდები მაინც არ ვიცი. მაგრამ ეს ძალას უმქონდა, რომ ნუ გეგონება ეს მე ვიცი, არ ვიცი, ესეთი შეგრძნება მქონდა და
ეს რო გავაკეთე, ეს განლაგება თქვენთან ერთად რო თამაშობდით, რო აკეთეთ მაგას, როლში რო იყავით. აი უფრო დამანახა და დამაჯერა და უფრო მეტი ძალა მომცა, რომ ანუ არ ინერვიულო, იმიტომ რომ კარგი, ხო, სადაც ხარ ძალიან კარგი და ეს შენ შეაგიძლია რა. და უფრო აი ძალიან დიდი magic იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მახსოვს რომ მე რო წავედი მე სახში, მეორე დღესაც მოგწერე რომ მეთქი აუ რაღაც დამესიზრა, მეთქი, იმიტომ რომ რაღაც სიზმრებზე რო გეუბნებოდი რომ პარალელიზაცია მემართება ხოლმე. ხო, სიზმრის პარა. სიზმრი ხო. და ანუ მანდ იყო რომ ეს რაღაც იგივე რაღაც გათამაშდა და ეს რაღაც აი ძალიან დიდი ნაკადი აი რაღაც აი ნათელი ნაკადი ჩემში გაიარა, თითქოს რაღაცნაირად cleansing-ი იყო ან გამწმინდეს. ანუ და ექსტაზში ვიყავი, თან აი ვერ ვინძრეოდი, თან რაღაც აი შენ ხელს რო ძინავს და შენ რო გვიძა, ნუ მთელი ის იყო, მაგრამ აი ძალიან სასიამოვნო, აი ძალიან ისეთი იყო და ნუ ხო მე მოგწერე მეთქი რა ხდება. ხო, ეგ არა, წარმართველობა სულ გიდების წარმართველობა და ენერგეტიკა და ეგეც ხო. მოდი შენ, ანუ ეს თავიდან რო ვახსენე რა, რომ ეს მეთქი რა მრავალფეროვანი ადამიანი ხარ და ბევრი მიმართულებით არის ეს შენი რა, ანუ გრაფიკ დიზაინის და კიდე ერთი შენი მიმართულებაა უკვე მუსიკასთან ურთიერთობა შენი რა და მაგაზე რომ მოყვე რა შენ ხო, ანუ ეს DJ-ის თემა როგორ შემოვიდა შენთან და ეს ელექტრონული მუსიკა და ასე შემდეგ და ანუ მანდ როგორი პოვე შენ თავი ანუ რა და რას გზნობ მანდ და რას გაძლევს ეგ სფერო რა კიდე რაღაცა ცალკე ეკატერინე არის რომელიც ცალკე პერსონაჟი ავატარი არის მოდი ამ ავატარსაც შევეხოთ ეს რავი აი ძალიან მიყვარს მუსიკა და სულ მიყვარდა ბავშვობიდან და რაღაც კონცერტებს ვაკეთებდი და ნუ რა ვიცი ცეკვა ძალიან მიყვარს და კლუბშიც რომ მივდივარ და ვცეკვავ რაღაცნაირად აი ეს რიტუალით არის ჩემთვის და აი ეს ციგუნსაც რო ვაკეთებ რაღაც ილეთებიც არის ჩემს ცეკვაში არა ცნობიერად ვაკეთებ. ის დამოიწყდა რომ ეთქვა რომ ზუსტად აი პროცესში განლაგების პროცესში ეგ გქონდა რომ შენ უნდა აკეთო ციგუნი რა. აი ტაიჩი ციგუნი მე კი გამოჩნდა გომარდულში დრითრიძე რო ვიყავით რომ ზუსტად შენი იყო. ხო რას ძახდი? ხო და ესეც აი რო და ნუ მუსიკა როგორ შემოვიდა სულ იყო ჩემთან და აქ რო ჩამოვედი აი სრულიად შემთხვევით მოხდა ეს დაკვრა და დიჯეობა მე ესე არასდროს არ მქონია რომ უნდა დაუკრან, იმიტომ რომ უფრო ცეკვა მიყვარდა ვიდრე ხანდახან ვფიქრობდი როგორ უნდა იდგე მანდ და არა ჰოლანდიაში რო ცხოვრობდი მაშინ არ იყავი. არა მე ვიყავი მოცეკვავი, მე ვიყავი სუპორტი დიჯეისი ვიდექი მართლა და ესე ვიყავი მე არასდროს ის მქონდა რომ იმის უკან მინდოდა დამდგარიყავი და მახსოვს რომ ჩემი დაბადების დღე რო დადგა და გავხდი 36 წლის რო გავხდი მაშინ მაგისტვის შევისწავლე ეს დიჯეობა რა ანუ ამ აპარატით მართვა და ანუ დავბუკე ჩემი საყვარელი დიჯეები ქართველები ვინც იყვნენ და პატივცემდი და ძალიან მომწონდა როგორც უკრავდნენ და ეს რო ვისწავლე მინდოდა ძალიან რომ ჩემი წელი დამემუხტა. იმიტომ რომ იმდენად რთული პერიოდი გავიარე და რაღაცა რომ აი მანდ მომინდა რომ ჩემი დაბადების დღე რაღაცნაირად აღმენიშნა. და ხო აი ეგრე დაიწყო და ეს რომ მახსოვს გალერეაში იყო ჩემი დაბადების დღე ბევრი ხალხი დაუპატიჟე და ეს რო გავხსენი ჩემი სეტით ყველას ძალიან მოეწონა და აი მაქედან დაიწყო ეს ყველაფერი რომ უცებ ბუკინგები წამოვიდა და ცოტა კი მცხენოდა მეთქი რა ხდება ანუ ესე პროფესიონალური არც ვარ მაგრამ იმდენად რა ვიცი ჩემი ის მოეწონათ სელექცია რომ მე უფრო იმას ვქენი შევისწავლე და ხანდახან უკრავ ეკითაკეთ და შეგიძლიათ რომ ნახოთ ანუ არ შეგეშინდეთ რომ კილერი და იქ ნუ ხო ეს ჩემი არა ეგ რა საერთოდ რა პრობლემაა ანუ
რაც უფრო ანუ შეგიძლია გაფართოვდე უამრავ სფეროში რა ანუ როგორც კი სულის ნაკადზე ჯდები და ეს შინაგანი უკვე საზღვრები ლიმიტაციები რომელიც გონებაში გვაქვს ლიმიტები იღება ნებისმიერ სფეროში სადაც ეს შენი სულიდან იმპულსი არის იქ შეგიძლია გაფართოვდე რა და რავი მეც ესე ვფიქრობ ნიკუშ და რავი მე მომწონს რომ ადამიანის შეუძლია ან მრავალფეროვანი ცხოვრება აქვს რავი ზოგს არ უნდა it's okay ყველას თავისი აქვს მესმის ხო მოკლედ გრძელდება ეს ჩვენი თავგადასავალი აქ ნუ ეხლა დავიწყეთ ეს ყველაფერი რასაც ვაკეთებთ და ერთად ვართ ამ სივრცეში და შენ როგორც თქვი ანუ ზუსტ მეც ეგეთი ამას რასაც ვაკეთებთ ეს ის არის რაც ჩვენ გვინდოდა ჩვენი თავისთვის რა შენ სივრცეში რაც ხდება ჰოლისტიკური მიდგომა გაერთიანება რაღაცეების რა ერთ სივრცეში რო იყოს თქვა ასტროლოგიის კაბინეტი იქვე რო იყოს ჰილერის კაბინეტი რომელიც ასევე ჰოლისტიკური მიდგომა ხო პრაქტიკები როგორც აი გახსნაზეც ცენტრის ეგ თქვი აქ რო ანუ ყველაფერი ის რაც ჩვენ თავზე გამოვცადეთ ყველამ ესე ვთქვათ ის საუკეთესო ნაწილი ის უნდა გაზიარდეს რა და ეს ძალიან ბუნებრივი პროცესი არის რა და ეს ყველა ვარიანტში ესე მოხდება იმიტომ რომ ან სადაც გულწრფელობა და შიშის გარეშე მოქმედება და ის რამაც იმ ძალამ რამაც შენ საქართველოში ჩამოგიყვანა კომფორტის ზონიდან მოგწყვიტა საერთოდ აბსოლუტურად სტაბილურ ცხოვრებას და გარანტირებულ მომავალს ესე ვთქვათ რა ხო იმ ძალას ვერაფერი ვერ დაუდგება წინ რა რო არ რეალიზდეს რა და ეს შენ უკვე იცი და პირადი მაგალითი ხარ რომ სხვებსაც დაეხმარო რა და მიხარია რომ ჩვენთან ერთად ხარ მოკლედ და დღეს ვისაუბრეთ მადლობა ნიკუშ მოწვევისთვის და რა ვიცი მეც ძალიან მიხარია რომ აქ ვარ მოკლედ ჩვენი თავგადასავალი გრძელდება კი ჯერ არ დამთავრებულა ყველაფერი ახლა იწყება კი ზუსტად მადლობა დიდი მადლობა